გამარჯობა. ეს ფანდური ალბათ გახსოვთ. გადაცემიდან თუ გამოიცნობთ, ფანდური რით გავამზადე. ბევრს გსმენიათ ალბათ, რომ თუთის ფანდური საუკეთესოა. უმეტესობამ ასე იცის. თუმცა ორმა თუ სამმა ადამიანმა მითხრა, რომ რას ამბობ, თუთა ვერ ხვიჯობსო. ზოგმა კაკალი არჩია, ზოგს ჭერამი ურჩევნია, ზოგს ნეკერჩხალი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ხისგან გაკეთებული ფანდური. კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემი დაკვირვებით და მარტო ჩემი დაკვირვებით არა. სხვებმაც ვერ გაარჩიეს. ორი ფანდური რო გავაკეთე. ერთის მუცელი თლიანად თუთა იყო, მეორე მურყანი. ვერ მივხვდით. სხვაობა ვერ შევამჩნიეთ. რო უყურებდი ადამიანი, რო უკრავს ადამიანი და უცქერი, შეცვალა ფანდურები რაღაც სხვაობას ამჩნევ. ოდნავ სხვადასხვა ხმა აქვს, მაგრამ ზურგშექცევით თუ დგეხარ, ვერ გაარჩევ. და ამიტომ იყო ასეთი სათაურით ეს ფანდური. აგერ ხედავთ, ეს ასე ვთქვათ, ლაქა, მოდი ასე უწოდოთ. განგებ, თქვი რომ ეს განგებ დავაწებე, რომ მე არ თქვათ, აი სხვა ფანდური იყო და სხვა ფანდური გვაჩვენე. და ეს ჯერ ისევ არ ამიძვრია. ქაღალდის კოჩი მაქვს დაკრული, რომ არ გამოჩენილი იყო. ფერმა არ გამცეს მეთქი, ხო თქვი კიდეც. და ბოლოში რომ არ გამოჩდეს იქ. ჩემ ფანდურები, ვისაც აქვს ნახე, იციან რომ მოკლებ წყალს ვაწებებ სასწავლო ფანდურებს, ეგრეთ წოდებულ სასწავლო ფანდურებს და მთელ სიგანეზე უკეთეს ფანდურებს. და ესეც რო არ გამოჩენილი იყო. ამანაც რო არ გამცეს. ახლა რამოდენიმე ნაწარმოებს მოგასმენებთ ამ ფანდურებზე და მე გაჩვენებთ. რისგან გავაკეთე. ეს მოკლე შესავალი დაუკარი. სადიპლომო ნამუშევარია ჩემი ღვთის მელოდიები. ვხვდებით მოკლედ უკრავ, რომ დიდით რო არ წაგართვათ, მხოლოდ ხმა მოგასმენინოთ, როგორი
გერაკ რა შეუძლია ამ ფანურს ჩემი ხელებით როგორც მოვახერხე გამოკრები ნახეთ რომ მარჯვენა ხელი არ მჭირდება ისე უკრავს მარცხენა ხელი თითების გამოკვით კიდევ დაუკრავ რამეს ამე შევდიანსაც დაუკრავ ეგებ გამომივიდეს მაგრამ ამ შევდიან ნოტაზე ხომ არ დავამთავრებ და რამეს ხიარულს დაუკრავ ჩემმა ხელებმა რაც მოახერხა ის დაუკარი მithქვამს კიდეც რომ საკრავი რაც უკეთესია მით უფრო მეტად იმჩნევს და გვატყობინებს დამკვრელის ხარვეზებს და ჩემი ხელების დამსახურება ასე თუდად რომ უკრავ თუ და ანუ საკრავი კარგია და ჩემი ცუდი ხელების დამსახურებაა თუ საკრავიც არ ვარგა რა ვიცი გამოჩნდება და ახლა გაჩვენებთ რისგან გავაკეთე
ფანერა არის. რო ამტკიცებენ რომ ფიცრით აწყობილი კი არ ფანერაზე ხო არ არის საერთოდ ლაპარაკი ფიცრით აწყობილი ფანდურიც არ ვარ მაინც და მაინც გათლილი უნდა იყოს. მუცელი ფანერა არის პირი ჩვეულებრივი ნაძვი არი მურყანი არის ყურებიც მურყანი იგივე თხმელა ხელი წიფელი დავაწებე წეგარაც თქვი და გავიმეორებ რომ ეს გამოსავებული რო იყოს რომ ადულად იცნობოდეს. ახლა ეს ორი ფანდური რა არის? ერთი ესეც ფანერა არის მუცელი, მეორე მურყანი. ორ მელოდიას დავკრავ და მოგასმენებთ. ხმა როგორ განსხვავდება ფანერის და მურყანის ფანდურების. ფანერის ფანდურს მურყანის ყელი აქვს, იგივე თხმელა და მურყანი იგივე თხმელას მუცლით რომელიც არის იმ ფანდურს წიფლის ტარი აქვს და წიფლის ყურები. პირი ერთ და იგივეა, რატომ გავჩვენებთ ახლა ამ ორ ფანდურს. ეს მურყანის ფანდურისა ამ ფანდურის პირი ერთ და იგივეა, ის სხვა პირია და მაინც ერთ და იგივე ავიღო, გერამზე არ იმოქმედებს მეთქი. ჯვარაკებიც გვერდიგვერდ ჩამოხერხილი. მურყანის ფანდური ჩვეულებრივ ნიჩბისებრი გავაკეთე. ფანერის ფანდური კი ნავისებრი ფორმის მუცელი. სამივე ფანდური სოლ მაჟორშია აწყობილი. ალბათ თქვი ერთ-ერთ განაცემაში რომ ჩემის აზრით მუცლის ეს ზომა საშუალო მუცელსაც უწოდებ 18 პირობითად 34 სანტიმეტრზე სიგრძე სიგანე. ანუ 180 მმ, 340 მმ და 480 მმ საშუალო ისიც, მაგრამ მე 474 მმ-ს ვაკეთებ მჟღერი სიგრძეს. ორივე ფანდურს ერთ და იგივე ზომისა, ორივე ფანდური. მუცლის სიგრძე სიგანე, მჟღერი სიგრძე. ჩემის აზრით ეს ფანდური სოლ მაჟორში აწყობილი უკეთესად ჟღერს ვიდრე ლა მაჟორში. ამაზე ცალკე მე ვისაუბრებ. და ამიტომ ავაწყე ეს ფანდურები
სულ მაჟორში. დღეს კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.